ადამიანი საერთოდ შორს უნდა იყოს განათლებისგან, როცა ეკლესიას მორალის საწინააღმდეგო ცვლას აუჯერებს მორალით ტაბურეტკებით სირბილი მორალით ზოგიერთ თქვენ ჯერ თავად დაალაგეთ საკუთარ ორგანიზაციებში ეხლა ბევრად ცივილურია თქვენი მესიჯები ამას გეთანხმებით მაგრამ მორალზე თუ ვლაპარაკობ ჯერ იმ ადამიანებს მიხედავთ ერთი წუთი აქ ლაპარაკი არ არის პიროვნულ მორალზე აქ არის ლაპარაკი იმაზე რომ რომელი ტოტალური მორალი არ არსებობს რა ცოტა ტერმინებს დაუკვირდით რას ლაპარაკობთ მომისმინეთ კარგი რომ ტოტალური მორალი კი არ არსებობს არსებობს ღვთის სიტყვა და ეკლესიის თითოეული წევრი ღვთის სიტყვას აფიქსირებს თქვენ თუ ერთი წუთით მოისმინეთ იცით რა არის თუ გინდათ გაიგოთ ღვთის სიტყვა რა არის ჯერ უნდა წაიკითხოთ ღვთის სიტყვა მე წაკითხული მაქვს ბიბლია მე ვკითხულობ ბიბლია არ გეკითხება წაკითხული ნუ ლაპარაკობთ ესე და ძალიან გქონდ ჩემს მაგეურად ნუ მპასუხობთ მე მთელი ცხოვრება ვცდილობ გავიგო ბიბლია ამიტომ ძალიან კარგად გასაგებია შეგიძლიათ რომ წაიკითხოთ მაგრამ მაშინ სიტყვა არის მშვიდობა გასაგებია სიყვარული უბიწოება და რაც შეიძლება ნაკლები აგრესია გააგრძელეთ ღვთის სიტყვა არის უბიწოება ღვთის სიტყვა არის კეთილგონიერება, ღვთის სიტყვა არის კეთილი სიტყვა და გაიყავით კეთილგონიერად განწყობილი იმ ადამიანის მიმართ, ვინც არის თავისუფლად მამა ალექსანდრე, მამა ალექსანდრე, შეკითხვა ის აქციები, რომელშიც ეკლესია ერთი წუთი მამა ალექსანდრე შეკითხვას დაგისვამ და შემდეგ დაგასრულებინებთ პიროვნების მიმართ, ხოლო მოვლენის მიმართ უარყოფითი განწყობილება აქვს. შეისწავლეთ ის მოვლენა კარგად. მას აგერდა თუ ჩართავთ მერე ნახავთ. უკაცრავად, მამა ალექსანდრე, ის აქციები, რომელშიც სასულიერო პირებიც მონაწილეობენ, რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს? ან ვისკენაა მიმართული ეს მრავალმხრივი აი მე სამედიცინო დასკვნას მოგითხრათ შეიძლება რო გაჩვენოთ რის დასკვნას ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნა რომელშიც ნაჩვენებია აი აჩვენეთ რომელშიც ნაჩვენებია დიახ ჩანს ეკრანზე შიცით დაავადებული ადამიანთა რიცხვი პოსტსაბჭოთა სივრცეში. აქ არის სასომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, რუსეთი, საქართველო და აი ეს ყველაზე მაღალი რაც არის, აი ამ სიმაღლე, არის უკრაინა. და კი ბატონო, თქვენ შეიძლება იტყვით, რომ იქ პროსტიტუციაა განვითარებული და ამიტომ, მაგრამ არა. აი საიდან იწყება უკრაინაში შიცის დაავადებულთა აი ესეთ გიჟური ვარდნა ზევით. ეს არის 94 წელი და ნახეთ. თუ ჩანს 2012 წელში როგორი რიცხვია. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე მარტო რომ ეს რაღაც მორალზე ლაპარაკი, ცოდვაზე ლაპარაკი. აქ უბრალოდ სამედიცინო ენითაც ეს არის ძალიან ჯანმრთელობისთვის ცუდი მოვლენა. ვინაიდან ამ სტატისტიკის ზრდას თქვენ კაზანტეპის ფესტივალს უკავშირებთ? მე მარტო არ უკავშირებ, ამას ვაკავშირებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტში შეხვიდეთ, თქვენ თვითონ მოიძიოთ. ეს არის ის წლები, როცა კაზანტიპში 100,000-ობით ადამიანი ჩადის და აი ესე პროგრესული ადამიანები, რომლებიც რატომღაც ავადდებიან შემდეგ შიცი და ძალიან მძიმეა მათი მომავალი ცხოვრება. უბრალოდ ჩვენი დრო იწურება და მე ნათიას